14 ოქტომბრიდან ქართული ხილი და ციტრუსი რუსეთის ტერიტორიაზე დაიშვება. ციტრუსის ექსპორტიორები აკრძალვის მოხსნას დადებითად აფასებენ, თუმცა აქვე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობენ. საექსპორტო კომპანიების განცხადებით, თუ სავიზო რეჟიმი არ გამარტივდება, შესაძლოა აკრძალვის მოხსნამ ბიზნესმენებისათვის საჭირო შედეგი ვერ გამოიღოს. პატარა ხელშემშლელი იქნება სავიზო რეჟიმი რო არის ჩვენს და საქართველოს და რუსეთს შორის, მაგრამ მაინც ის ტენდენცია იქნება რომ გავიდეს საქონელი, ეგეც არის დასაშვებელი ჩამევიდეს ინვესტორები, და თვითონ მათ აქ შეიძენენ ციტრუსს და გაიტანენ წარმომადგენლები, რომლებიც ხარისხის ან უშუალოდ პირების ფირმის წარმომადგენლები, რომელსაც ჩასვლა დაჭირდებათ, რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტ შექმნის კომუნიკაციის მოსში ჩასვლა ხელშეკრულებების გაფორმება ადგილზე. ექსპორტიორები ციტრუსის რეალიზაციის დროს უკრაინულ ბაზარზე დღემდე არსებულ შეზღუდვებზეც საუბრობენ. შეპესე ქართული მანდარინის დირექტორი ყურადღება საერთაშორისო ბაზარზე ხის ყუთების, პლასმასისა და მუყაოს ყუთების ჩანაცვლებასთან არსებულ საფრთხეებზე ამახვილებს. რომა ზაქარაძის თქმით, სიახლის დანერგვა შესაძლოა სეზონისათვის ვერ მოესწროს და ბიზნესი დააბრკოლოს. რომ ეს საპალეტო სისტემა, ანუ თანამედროვე ევროპალეტები, მათი მოწყობა და მანქანებით წაღება, ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ამ ერთი თვის ვადაში ჩვენ ამ მობილიზება გავაკეთოს ამ ტვირთების გადატანის. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ზაურ ფუტკარაძის თქმით, რუსეთთან 500 სატვირთო მანქანაზე კვოტა არსებობს. რაც შეეხება მსუბუქ ყუთებს, მისი თქმით, სიახლე ფასების რეგულაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება. სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მიმოსვლასთან და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. მე ვერ გეტყვით კონკრეტულად როდის იქნება გახსნილი, თუმცა ჩვენი სურვილია და მცდელობა, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას. საქართველოს აქვს კვოტა 500 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ანუ ჩვენ მანქანებს შეუძლიან დარეგისტრირდნენ და მათ გადავიდნენ, ანუ იმოძრავონ რუსეთის მიმართულებით. სხვა მხრივ ვიცით, რომ ლარსზე უკვე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი. შეგახსენებთ, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვის მოხსნა როსელ ხოდნაზორის ხელმძღვანელობამ საქართველოში რამდენჯერმე ვიზიტის შემდეგ მიიღო და განაცხადა, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის მხრიდან გაძლიერებულ კონტროლს არ დაექვემდებარება.